არ ვიცი იცით თუ არა რომ ბატონ ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად რომ მუშაობს იმ კაცს იმ ბანდიტ კაცს თურმე სდომებია რომ იყოს თავადაც იყოს გაგიკვირდება და deep state-ის წარმომადგენელი. ყოველ შემთხვევაში ეს დასკვნა უნდა გამოვიტანე მას შემდეგ, როდესაც გავეცანი ამ ბანდიტი კაცის და ის ბანდიტიაც ცხადზე ცხადია, დამოუკიდებლად იმისა, რამდენად ძლიერია, როგორ დაგვამარცხებს ერთ ეპიზოდში, ერთ ბრძოლაში, რაღაცა ყიჟინას დასცემს თუ ბუქს დაჰკრავს თუ ნაღარას, ამის მიუხედავად ირაკლი კობახიძე არის ბანდიტი. ხო და ამ ბანდიტმა კაცმა თქვა ამგვარი რამ deep states აქვს ერთი მარტივი მოდელი და მიდგომა. ან ხარ აგენტი, ან ხარ მტერი. მეტარი ხმაურია. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, ერთადერთი რასაც ვითხოვთ არის ეს. ვერ გავხდებით deep state-ის აგენტები, მაგრამ გვიყურებთ როგორც მტრებს, გვიყურეთ როგორც პარტნიორებს. თუ ასე შემოგხედავენ, მაშინ ყველაფერი შეიცვლება ამბობს. ეხლა ეს deep state-ი საბოლოო ჯამში კობახიძისეული გაგებით deep state-ი. რა შეიძლება იყოს? მაგალითად აი ცენტრალური ოფისით კოპენჰაგენში, ცენტრალური ოფისით სტოკჰოლმში, ცენტრალური ოფისით ციურიხში, ჟენევაში, ბერლინში, ბრიუსელში, ალბათ უფრო პარიზში, ნაკლებად უფრო ბრიუსელში, შესაძლოა პარიზშიც. ხო, პარიზის მიწის ქვეშეთში. ან არ შეიძლება ოკეან გაღმა, ლაჟვარდოვან ოკეან გაღმა. აი 20 ჯონ სმიტი, ალბათ არასწორი სახელი და გვარია, 20 ტამპლიერიზის. ეს ხო მასონთა ლოჟაა. შაზაზაზა შათირიშვილის თეორიას მიუყვები სიგიჟეს. კობახიძეს რომ გადაედო და ბიზნე ივანიშვილი რომ მოაჯადოვა იმ თეორიას მიუყვები. და ეს deep state-ი კობახიძე ივანიშვილისეულ, შათირიშვილისეულ, კიდევ ვიღაცისეულ გაგებით, ხო არის როზენკროიცერების ან ტამპლიერების რაღაც შეკრება, რომლებიც ხედან და მსოფლიოს სპეციალურად ვაკეთებ ასე, ხვდებით ხო? განაგებენ. კარნახობენ, არ ვიცი რა, ვინ ურსულა ფონ დერ ლაიენი, ვინ არის, ვინ მიგრას მიქვია, ვინ მიგდია. ბაიდენს კარნახობდნენ ხალხო. ტრამპსაც შათირიშვილი ამას აწვება, რომ ტრამპსაც კარნახობენ. და ესენი არიან მაგართა შორის მაგრები, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ კობახიძისეული გაგებით ამგვარი მიდგომა, რომ ან მტერი ხარ, ან აგენტი. აი ტრამპი გააგენტდა, მტერი იყო, მაგრამ გააგენტდა. სპეციალურად ვაკეთებ ამ ირონიზებას, გულახდილად გეტყვით, დამოუკიდებლად იმისა მოჭრის თუ არა რომელიმე სამთავრობო არხი ამ ჩემს ირონიზებულ ნაწილს. ხოდა კობახიძეს აკიკითხაით, რომ უნდა თურმე სდომებია deep state-ობა და ჰკარდა ხობს იქით ამ 20 ტამპლიერს, რომ მოდითო, ეხლა აგენტები ჩვენ ვერ გავხდებით თქვენიო, მაგრამო მეგობრობას თუ შემოგთავაზებთო, უკაცრავად გვიყურებთ როგორც მტრებსო, გვიყურეთ როგორც პარტნიორებს, უკაცრავად მეგობრობა არა, პარტნიორებს გვიყურეთო, ჩვენს deep state-ი იქნებით, რომ მე არ ვიცი ფრანგული და მაღალი ალბათობით დამიწუნებენ ფრანგული სპეციალისტები, მე ვთარგმნი იმ გამონათქვამს, რომელიც ფრანგულად გამიგია, რომ ფრანგულად ასე ითქმის, თარგმნი კიდეც, ეს არის les amis de nos amis sont nos amis, ჩვენი მეგოსონ nos amis. ჩვენი მეგობრები ჩვენი მეგობრები არიან. მათ უნდათ რომ ჩერეს მაკაცები მაინც იყვნენ deep state-ის. მე ეს და ამგვარი შესავალით დავიწყე ჩემი დღევანდელი ვიდეო ბლოგი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთგვარად შევცვალო თემა ერთის მხრივ და ერთგვარად შევცვალო ის მიმართულებანი, მსჯელობის მიმართულებანი, რომლებიც 4 ოქტომბრის შემდეგ დასადგურებულია, ჩვენში არის გავრცელებული, დასადგურებულია, ჩამოყალიბებულია და ერთგვარად გვაკომპლექსებს ის, რაც ქართულმა ოცნებამ თავს მოგვახვია, ბანდიტების ქართულმა ოცნებამ მოგვახვია თავს, როდესაც სავსებით სამართლიანად ბრჭყალებში თუ უბჭყალებოდ, დააბრალა და შესტენა თუ წაუყენა ბრალად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა პატა ბურჭულაძეს და იმ ხუთეულს.
და ჩვენს დაკომპლექსებულნი ვამბობთ ხშირად და სამართლიანად ვამბობთ სამართლიანად კვლავ ვიმეორებ რომ პაატა ბურჭულაძეს არამც და სხვებს მურთაზ ზოდელავას არამც და არამც არ უნდა ეთქვათ რომ იღებენ პრეზიდენტის აპირებენ შტურმით აიღონ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცხადია თუ მშვიდობიანია რევოლუცია ბატონო პაატა ბატონო ბურთას ბატონო ლაშას ხებს და სხვებს მიმართავ თუ მშვიდობიანია რევოლუცია და ამას გვეუბნებოდით 4 ოქტომბრამდე 4 ოქტომბრის 4 საათამდე 6-7 საათისთვის არამშვიდობიანი მეთოდით არ უნდა გაგრძელებინათ ბრძოლა მაგრამ ვიდრე მთავარს ვიტყვი მანამდე ერთ რამესაც გეტყვით ვინ ამბობს იმას რომ აი ვის შეუძლია თქვა იმისა რომ ამ საორგანიზაციო ჯგუფში ოღონდ არა ხუთეულში მაინც და მაინც არამედ საერთოდ საორგანიზაციო ჯგუფში და უფრო აი ამ ამბავში როგორც ასეთი არ მონაწილეობდა არათუ მდინარაძის არა მხოლოდ მდინარაძის სუსი ეს გასაგებია არა რომ მონაწილეობდნენ ისინი და ჩანერგილნი იყვნენ სხვადასხვა როცა ჯგუფებში თუ რაღაც უფრო ფართო ჯგუფებში თუ რაღაც საორგანიზაციო ჯგუფებში და ასე შემდეგ არამედ საერთოდაც მოსკოვის კრემლის რუსეთის FSB რომელმაც მიზეზთა გამო არ ვიცი რა უთხრეს პაატა ბურჭულაძეს თუ მურთაზ ზოდელავას მაგრამ შეიტყუეს ისინი იმ ნარატივში და გააკეთებინეს ეს არამც და არამც არ ამართლებს ეგრე მაგის პასუხია პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას მაგრამ გააკეთებინეს რაც ამ ჯგუფის ლიდერებმა გააკეთეს თუ მოუწოდეს საზოგადოებას და უკვე იმიტომ შეიტყუეს იმ მიზეზით დააშვებინეს შეცდომა რომ მერე ბრახტა ეს ეგრეთ წოდებული სიურპრიზი მოეწყოთ და ამოედუღებინათ და დაებრალებინათ მათთვის პაატა ბურჭულაძისათვის ეთქვათ რომ შენ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდი ანუ დააჯერეს პაატა ბურჭულაძე იქნებოდა თუ მურთაზ ზოდელავა თუ სხვები რომ ასე მაგალითად სპეცრაზმი ანუ გედედე გატყდებოდა მეორე ჯგუფი გედედესი თუ სხვა უწყებებისა გამოიყვანდა ყურებში ხელმოკიდებულ მდინარაძეს თუ კობახიძეზე და თვით ივანიშვილსაც და ასე შემდეგ მოკლედ ისინი დაარწმუნეს რომ ყველაფერი მიდიოდა კარგად სწორედ FSB-მ გააკეთა ეს გარწმუნებთ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს არა მდინარაძის უწყებამ არამედ რუსეთიდან მოწვეულმა შესაბამისმა სპეციალისტებმა FSB-ს კგბ-შნიკებმა რომლებმაც შესანიშნავად დაგეგმეს ეს სპეცოპერაცია უკვე ასე უნდა ვთქვა პაატა ბურჭულაძის და სხვათა წინააღმდეგ FSB-ს ხელი ბევრ რამეში ჩანს FSB-ს კვალი ბევრ რამეში ჩანს მაგრამ ესეც არ არის მთავარი კვლავ ვიმეორებ ეს არამც და არამც არ ამართლებს პაატა ბურჭულაძეს ან ყველას ვინც ამბობდა და ამბობს რომ ჩვენ უნდა აქვეყო მიტინგებს უნდა აეღოთ შტურმით პრეზიდენტის ადმინისტრაცია რა ეს რაც არ ვინც არ უნდა გიკარდახოს ხო შენ თვითონ თვითკრიტიკული უნდა იყო და თქვა რომ არამც და არამც მე ამ ქმედებაზე არ წავალ რასაც არ უნდა გაჯერებდნენ შენივე თანაგუნდელები რეალურად კი შემოგზავნილები სწორედ მდინარაძის არა უფრო პატრუშევ ბორტნიკოვ რუსი FSB-შნიკების მიერ შემოგზავნილები და ასე შემდეგ ეს ბარემ რო ვიცოდეთ მაგრამ მე სხვა გიკითხარით რომ სხვა მიმართულებით მინდა წავიყვანო ჩემი ეს მსჯელობა და გიკითხო ამგვარად დიახ შეცდა პაატა ბურჭულაძის ჯგუფი მაგრამ მოდი სხვანაირად დავსვათ საკითხი განა სახელმწიფო გადატრიალება შემდგარი ოღონდ არ მოხდა კი გასული წლის 26 ოქტომბერს და გასული წლის 28 ნოემბერს მე მესმის რომ პაატა ბურჭულაძეს და ისრები მიმართულია ახლა სწორედ მისი მისამართით რომ ამ ქმედებებმა რუსთაველის გამზირისა და რევოლუციონერებისა მნიშვნელოვნად დაგვაზიანა ჩვენ მაგრამ ნამეტანი ხო არ გადავფიჩინდით სწორედ პაატა ბურჭულაძეს და ამ 5-ეულზე თუ 6-ეულზე თუ 30-ეულზე რაღაცა ისრების გადატანით და აქცენტების გადატანით მაშინ როდესაც ჩვენ თითქოს გასააზრებელი გვაქვს ან უნდა გქონდეს ან უნდა გავიაზროთ ბოლომდე რომ სახელმწიფო გადატრიალება როგორც ასეთი ჩვენს ქვეყანაში უკვე შემდგარი და მომხდარი ამბავია გასული წლის 26 ოქტომბრიდან და 28 ნოემბრიდან, როდესაც ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა უკვე რამდვილად ბანდა, სინდიკატია, ხუნტა, რომელმაც კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო განსაკუთრებით 28 ნოემბერს, თუმცა უარი თქვა თავის მხრივ ევროკავშირში
გაწევრიანებაზე შეაჩერა ეს პროცესი. ამასაც თავი დავანებოთ ყველაფერს. განა არ ძალადობს ყოველდღიურ რეჟიმში ირაკლი კობახიძე ბანდიტისა და სხვების ჯგუფი ადამიანებზე ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, ემოციურად არ ძალადობს ადამიანებზე, რომლებიც ციხეში ხავს ტყვეებად გამომწყდეული, არ ძალადობს პოლიტიკოსებზე. აი ირაკლი კობახიძე მაგალითად ერთ-ერთი განცხადება ჩვენ ნახოთ, ვალდებულნი ვართ ვიცოდეთ. ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება 2028 წლის. შესაძლოა 26-ში ჩატარდეს, ეგ რა მაგის პასუხია, მაგრამ 28 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვამბობს ირაკლი კობახიძე რუსი და ძალადობა არის თუ არა ის, რასაც უკვე შემდგომ აყოლებს თავისივე ამ გამოსვლის ამ ნაწილში, ჩვენი ქვეყანა უნდა შეხვდეს ამ არჩევნებს ახალი პოლიტიკური სპექტრით. ანუ წარმოიდგინეთ, ის ამბობს, რომ მე გავაუქმებ და ეს არის თორე ძალადობა. გავაუქმებ ამა თუ იმ პარტიას, ყველას პრაქტიკულად გახარიასა და გირჩი იაგო ხვიჩიას გირჩის და კიდე რაღაც პაჭი-პუჭა პარტიების გარდა, გავაუქმებ და იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ პარტიაში იყვნენ დამოუკიდებლად იმისა 9 წლიან მოძრაობაში, ნაციონალურ მოძრაობაში მონაწილეობდნენ თუ არა მმართველობაში ლევან სანიკიძე, ვისთვის საკრიტიკო ახლა და ვისთვის არასაკრიტიკო, სწორედ ახლა ხო არ მონაწილეობდა ასაკისა და გამო პირველ ყოვლისა. ამათაც კი აბუკრძალა მე პოლიტიკურ მოღვაწეობას. ანუ თეორიულად რომ შეიკედლოს რომელიმე მეშვიდე ხარისხოვანმა პარტიამ, მაგრამ გირჩმა თუ გახარიას პარტიამ, რომელსაც მისცემენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, არამედ პარტიამ პირობითი სახელით გზა უფლისაა ზვიადის გზა, ესეთი პარტიაც არსებობდა თუ არ ვწდები და შესაძლოა ვწდები, არ გამოვლის ხო, მაგრამ რომ ვწდებოდე, მაგრამ ამ პარტიამ, აი ვინც არის მისი თავმჯდომარე და პირობითი გვაით აბაშიძე, რომ შეიკედლოს ზურა ჯაფარიძე, რომ შეიკედლოს ელენე ხუშტარია, რომ შეიკედლოს ლევან ხაბეიშვილი, რომ შეიკედლოს თინა ბოგუჩავა, ამის უფლებასაც კი ანაძლევს ქართული ოცნების ბანდა, ძალადობს თუ არა ამით ის ამ მომრჩეველზე, რომელიც მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებად წოდებული ბანდის იმ ოპოზიციას, რომლის ჯამური რაოდენობა, ამორჩეველთა რაოდენობა უფრო ზუსტი რომ იყო, არის 800,000 მინიმუმ და მე რეალურად კი მილიონზე მეტი, ასევე მინიმუმ მათ შორის ქართული ოცნების მიერ ჩატარებული ფსევდო არჩევნებით დადასტურებულია, რომ ეს რაოდენობა არის სახელმწიფო გადატრიალება ეწყობა და მოეწყო არა მხოლოდ მაშინ, როცა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეაჩერებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, არამედ უკვე შემდგომ პერიოდში, როდესაც გაჩნდა ახალი პოლიტპატიმრები, ჩვენ ყავდა ისედაც პოლიტპატიმრები, პოლიტპატიმარი და პოლიტპატიმრები, ანუ მიხეილ სააკაშვილი და სხვები, მაგრამ მერე შეემატა 45-58 პოლიტპატიმარი, სინდისის პატიმრები და კიდევ პოლიტიკოსი პატიმრები, რომელსაც სხვას ვერაფერს დავარქვევ გარდა პოლიტპატიმრების ასე უნდა მოვიხსენიო. ხა პალატა ბურჭულაძე არის თუ არა პოლიტპატიმარი? მე შემიძლია ახლა დაგისაბუთროთ, პალატა ბურჭულაძე არ არის პოლიტპატიმარი. იმიტომ რომ ის ძალადობდა კი არა, ის მონაწილეობდა, არ ძალადობდა. ის მონაწილეობდა ამ რევოლუციურ პროცესში და სახელმწიფო გადატრიალებაში, როგორც ოფიციალური ბრალდება აქ წაყენებული, მაგრამ მე შემიძლია უფრო დაგისაბუთოთ, რომ ის პოლიტიკური მოტივებით დაჭერილი პირია, იმიტომ რომ ვერც ერთი ქართული ოცნების ვერც ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე იქნება თუ ბანდიტი შალვა პაპუაშვილი, ვერ მეტყვის და ვერ დაგვისაბუთებს, რომ ისინი ოდესმე მაინც დაუშვებენ საკუთარი პოლიტიკური ძალის ქართული ოცნების წასვლას ხელისუფლება ძალაუფლებიდან. ისინი არ დაუშვებენ ხელისუფლების ცვლილებად-ცვალებადობას და ბურჭულაძე იქნება თუ ბურჭულაძეზე უკეთესი, ბურჭულაძეზე უკეთესი იქნება თუ ბურჭულაძეზე უკეთესზე უარესი, მათ მოსვლას, მათ ნაცვლად, იმიტომ რომ ეს არის სინდიკატი და თუ ასეთი ხანგრძლივებული უნდა იყოს ირაკლი კობახიძე, ამასთან ყოველ შემდგომ არჩევნებს უნდა აყალბებდეს 24 წლიდან, ვიდრე არ ვიცი 44 თუ 54 წლამდე, შესაბამისად აპირებენ ისინი დარჩინა 60 წლამდე და 68 წლამდეც კი უხეშად ლაპარაკობ ცხადია. შესაბამისად მათ წინააღმდეგ გამოყენებული ნებისმიერი ქმედება კი არ ვამართლებ ამ ძალადობას, ოღონდ ესე არ იყოს ძალადობას კი არ ამ შეჭრას, უფრო ზუსტი რო ვიყო, მაგრამ ნებისმიერი ქმედება სასოწარკვეთილი ადამიანებისათვის უნდა ცვლილება ამ ქვეყანაში და სახელმწიფო გადატრიალების 28 ნოემბერს დაწყებული სახელმწიფო გადატრიალების აღმოფხვრა და იმ შედეგების გამოსწორება, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას მოჰყვა 28 ნოემბრიდან, ანუ პოლიტპატიმრებისგან თავისუფლება, კანონებისაგან
საქართველოს ამ ჯოჯოხეთური კანონებისაგან საქართველოს განთავისუფლება, ანუ გაუქმება ამ კანონებისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამათ იქმნება ერთგვარად მინიმუმ გამართლებულია თან თუ სასწორის სპინაზე შევაგდებთ, აი სასწორის სპინაზე შევაგდებთ როგორ გავაკეთე ხო უცილობლად მოჭრია ქართული ოცნების ტელეპროპაგანდისტური არხები თუ სასწორის სპინაზე შევაგდებთ ორ ცუდ საქციელს ხო ანუ გადატრიალების მცდელობას ბურჟუაზიის და მისი ჯგუფის და მისი გუნდის მხრიდან და უკვე შემდგარ სახელმწიფო გადატრიალებას 28 ნოემბრიდან მივხვდებით რომ ეს გადასწონის ეს უფრო მძიმეა ეს უფრო ჩადენილი ეს ვერჩადენილი დანაშაულია იმიტომ რომ არ შედგა სახელმწიფო გადატრიალება და ეს უკვე ჩადენილი დანაშაულია ამიტომ მე მგონია რომ უნდა განვკომპლექსდეთ ჩვენ არ უნდა ჩავრჩეთ ამ ქართული ოცნების მიერ მოხმეულ ნარატივში რომ ოხ რა ცუდია პაატა ბურჟუაზია ხო მე გულახდილად გეტყვით რომ ამ ჯგუფს ყოველთვის გავაკრიტიკებ იმის გამო რომ ყაველაშვილის ადმინისტრაციის შენობის აღება მოისურვეს მე მგონია რომ ფსბ-მ დაგეგმა ეს და აიმედა რა ისინი და ეს ყველაფერი იყო შესაძლებელი და იმითაც დააიმედა ეს ინფორმაცია მე მომდიოდა პერსონალურად რომ აი სპეცრაზმი მიტინგეები ამბობდნენ სპექეთეთე გამოიყვანს რაღაც დიდარაძეს ხელბორკილებს დაადებს წულუკიანს მე რაღაც თვებს გაიპუტავს კობახიძე და ასე შემდეგ გავიგე ეს ყველაფერი მაგრამ ეს იყო ფსბ-ს მიერ ჩაწვეთებული რომ ჩვენ ანუ უბრალოდ რუსთაველის გამზირს ეს შეცდომები დაეშვა და აკი დაუშვა კიდეც მაგრამ კვლავ ვიმეორებ თუ სასწორის სპინაზე ვაგდებთ და ასეც უნდა გავაკეთოთ ამ ორ შეცდომასა და შეცდომას აღმოვაჩენთ რომ ეს დანაშაულია უკვე შემდგარი ის რომ ონისე ცხადაძე ან ამნიშნულობა აქ რომელ პატიმარს დავასახელებ არის საპატიმროში ის რომ ზიაუგ საპატიმროშია ჯერაც ეს არის დანაშაული სახელმწიფოს წინაშე ეს არის განმგრძობითი სახელმწიფო გადატრიალება ასე თუ მოვატრიალებთ საქმეს ამ შემთხვევაში ჩვენ მივხვდებით რომ ასე ხშირად არ უნდა ვისაუბროთ ოდენ პაატა ბურჟუაზიის პასუხისმგებლობა ამ ჯგუფის საერთოდ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე რაც მთავარია ეს არის რუსული ხელისუფლება და რაც უფრო მეტად დავკომპლექსდებით მასთან შეპირისპირების პროცესში მით უარესად იქნება ჩვენი საქმე აქვე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და იმან ბანდიტი როა კიდევ ერთი შალვა პაპუაშვილმა მარდა ჩიტაშვილს აი წარმოუდგენელი მასშტაბის ქალბატონს არა იმიტომ რომ ქალბატონი როგორც ქალბატონი არამედ წარმოუდგენელი მასშტაბის პირს პროფესიონალს ცოდნეს დააბრალა ამგვარი რამ რომ ეს მარდა ჩიტაშვილი იყო ახლა ვიგეთყვით ზუსტად აი თუ მოვძებნე ის ლინკი პაპუაშვილისა გოდიში ხო ვერ მოვძებნე წარმოუდგენელი მასშტაბის ქალბატონ მარინა ჩიტაშვილს დააბრალა შემდეგი რამ რომ ქალბატონ მარინა ითხოვდა სალადობას არ ვიდა შემეშალოს სისხლს მსხვერპლს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რაც არის ტყუილი აი ეს არის თუ რა ძალადობა ადამიანებს ეხლა ასე მოვატრიალებს ეს არის თუ არა ასე სახელმწიფო გადატრიალებას ვერ დავარქმევ მაგრამ ეს არის თუ არა პროპაგანდის ის ნაწილი ის იმგვარი პროპაგანდა რაც განაპირობებს ადამიანების გათელვას პერსონების მოქალაქეების გათელვას მათზე ტყუილების დაბრალებით ასაკვირველი არის ამიტომ ჩემი სოლიდარობა აქვს მარიდას რომელიც ამბობს შემდეგ რამეს კითხულობ წარმოდგენა არ მქონია თუ მე ვიყავი რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტი ასე მოიხსენია შალვა პაპუაშვილმა ის
საოცარი სიურპრიზია პარლამენტის თავმჯდომარისაგან, ისე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენება თქვენი ძლიერი მხარეა, თუ თქვენი აპარატის თუ პარტიის მრჩევლების ეს მაინტერესებს მხოლოდ. არც ერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს, ანუ კალოტ მარინას ეს სიტყვები, რომლებიც პაპუაშვილმა ჩვენ სიმართლედ წარმოგვიჩინა, არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი. უკან ოღონდ ეს შედეგი გინდოდა თქვენ მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისათვის ბრძანებს კალბატონო ნიმარინა ჩიტაშვილი და იქვე ამბობს ხოლმე არ მithქვავს რომ კალბატონი მარინა ჩიტაშვილი არის ფსიქოლოგი და ამის და ეს მე თქვა ფართო საზოგადოება შეიძლება არ იცოდეს ზუსტად და იქვე ამბობს რომ მე ვითხოვ ეთერს პირდაპირ ეთერს პირველ არხზეო რასაც მაღალი ალბათობით ვასიკო ბაღლაფერიძის კანტორა არ მისცემს კალბატონ მარინას ხა დებატებში რო არ დაუჯდება პაპუაშვილი რუსი ეს ფაქტია ამიტომ მე ვუბრუნდები ხა მთავარ თემას ნუ დაკომპლექსდებით მესმის ჩვენ ძალიან მძიმე ხუკი მოგვარტყა ეს კრივის ტერმინია მარჯვიდან მარცხნიდან მარჯვი როგორ მოძდებ ყბაში მოწინააღმდეგეს ხდია აპერკოტი ქვემოდან ზემოთ ამოგვარტყა ძინა ივანიშვილმა ჩვენ სუსტები ვართ კიდევ უფრო მეტად დავსუსტით მაგრამ ის რომ 5 ოქტომბერს გაგრძელდა პროტესტი ისი აღებოფრას ეგრა მაგის პასუხიები ირაკლი კობახიძე რუსს უნდა მაგრამ მე მგონი რომ ამას მაინც ვერ მოახერხებს ხო 5 ოქტომბერს რო გაგრძელდა პროტესტი ნიშნავს იმას რომ ჰოპლა ჩვენ ცოცხლობთ და ნაკლები უნდა ვისაუბროთ დაშვებულ შეცდომებზე რომლებიც უთუოდ იყო და ძირითადი აქცენტი გადავიტანოთ იმაზე რომ რუსეთმა FSB-მ დაგეგმა ეს კონტრრევოლუცია ჩვენს წინააღმდეგ ჯერ კიდევ როდის მაგრამ ეს 4 ოქტომბრის ამბავიც არის რეალურად რუსეთის მიერ დაგეგმილი FSB-ს მიერ დაგეგმილი ამბავი რომ ჩვენ დაგვაშვებინეს შეცდომები და ეს სამწუხარო რეალობაა დინარაძემ კი არ დაგვაშვებინა შეცდომები სიურპრიზებით გამორჩეო სიურპრიზებს რო გვპირდებოდა იმ კობახიძემ არამედ სწორედაც რომ მოსკოვმა ლუბიანკამ FSB ასევე არ უნდა დავკომპლექსდეთ იმის გამო რასაც ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა ჩვენ გვახვევს ასევე ღიად უნდა ვთქვათ რომ სახელმწიფო გადატრიალება თუ ვინმე მოაწყო შემდგარი სახელმწიფო გადატრიალება როგორც ასეთი არის გასული წლის 26 ოქტომბრიდან და 28 ნოემბრიდან და ამის შემდეგ ჩვენ ცხოვრობთ მუდმივ სახელმწიფო გადატრიალებაში ეს ერთი ამბავია, ერთი უბედურება, მაგრამ მუდმივი ძალადობის, ხელისუფლებად წოდებული ბანდის ძალადობის რეჟიმში. ამასთან ძალადობა არა მხოლოდ ინდივიდების მოქალაქეების წინააღმდეგ, მე დაგისახელეთ ერთი ამბავი, როცა პაპუაშვილი აბრალებს პროფესორ ჩიტაშვილს იმას, რასაც აბრალებს, არუქის კალბატონი მარინა ითხოვდა სისხლს, რაც ტყუილია, არამედ ძალადობა მთლიანად საზოგადოებაზე და მის ინდივიდებზე, რომლებიც უკვე არიან საპატიმროში გამოწყდეული. ძალადობაა ის, რასაც გეგმავს და აანონსებს კიდეც ირაკლი კობახიძე, როდესაც კონკურენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს ან 28-ში, ან 26-ში, მაისში, გაზაფხულზე, ბიძინა ივანიშვილის ბანდა, როდესაც საზოგადოებას არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ აირჩიოს ის პირები, რომლებიც მას მოსწონს და იყოს აბსოლუტურად კონკურენტული თუ კონკურენტიანი არჩევნები საომავლოდ. ესეც ძალადობაა საზოგადოებაზე, ისტორიაზე, სახელმწიფოზე, ხალხზე, საზოგადოებაზე, მოქალაქეებზე, მომავალზე, ინდივიდებზე, შვილებზე, შვილიშვილებზე და ასე შემდეგ, სამშობლოზე, ქვეყანაზე, სახელმწიფოზე. და თუ ვინმე მოზალადეა, არა მურთაზ ზოდელავა თუ პაატა ბურჯულაძე, არამედ სწორედაც რომ ირაკლი კობახიძე და უფრო ზუსტი რო ვიყო, ბიძინა ივანიშვილი, ასეც დაერქმევა ჩემს ვიდეო ბლოგს, მოძალადე ბიძინა ივანიშვილი. მოძალადე, რომელმაც გააუპატიურა ეს ქვეყანა, არა ამას არ დავწერ ალბათ სათაურად ყოველ შემთხვევაში არ გამოვიტან, გააუპატიურა ამ ქვეყნის მომავალი და ახლა დალხენილი არის. კი, ჩვენი შეცდომების გამოც არის დალხენილი, მაგრამ ბანალური უნდა ვიყო აპატიეთ. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. და პატრიოტული მოქალაქეების ვალია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამწუხრებისათვის გავაკეთოთ უკლებრივ ყველაფერი. ასეც იქნება. ნახვამდის.